7 მილიარდი დოლარის ზარალი რუსეთის ავიაციას. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინული დრონების თავდასხმისა და სპეცოპერაცია ობობის ქსელის შედეგად დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 34%. დღეს სოციალურ ქსელში განადგურებული რუსული თვითმფრინავების პირველი სატელიტური სურათები გამოჩნდა. რუსეთში ჩვენი ოპერაციის ოფისი FSB-ს მთავარი სამმართველოს გვერდით მდებარეობდა, ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთში დასრულდება. ვიცით, სად იღებენ გადაწყვეტილებებს, სად სხედან დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. მედვედევი უკრაინული დრონების მიერ რუსეთზე 1 ივნის განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმებს მუქარით პასუხობს. სტამბოლში დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი. უკრაინა-რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა. მხარეებმა 1000 ტყვე გაცვალეს. პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ არჩევნების მეორე ტურში ხმების 50,99% მიიღო.